არა. Vlogs ვიღებ. მართლა. ჩემ პირველ vlogs-ში ხართ მოხვედრილები. იცი რა არის ცუდია ცოტა. მე იმის ვიქნებ საერთოდ მაშინერიას წავიდე. Okay, ძალიან დიდი ხანია მინდა რომ გადავიღო ესეთი ვლოგები. Ახლა უკვე იქიდან გამომდინარე რომ უფრო თავისუფალი ვარ და თავისუფალი რეჟიმი მაქვს. გადავწყვიტე რომ ხა არის ეგ დრო, როცა შემიძლია რომ რაღაცები გადავიღო და თან ვიცი რომ დრო გამჭირდება იმისთვის რომ შევეგუო ჩემ თავს, როცა ვლაპარაკობ. და თან მე ჩემი მეგობრებიც უნდა შეეგუან იმას, რომ რაღაცას გადავიღებ ხოლმე. თან არ მინდა რომ ბევრი ვილაპარაკო, იდეაში ესეთი ჩართვები ძალიან ცოტა მექნება. იმიტომ რომ მეჩვენია რაღაც სხვებს გადავიღო და სხვა სიტუაციებს გადავიღო ხოლმე. მე რადგან პირველი ვიდეო არის და პირველად ვდებ. მე ვარ თაკო. ვარ 29 წლის. ეხლა მალე გავხდები 30-ის და სხვა შორის ყოველთვის ძალიან ველოდებოდი 30-იანებს. იდეაში არასდროს არ მეშინოდა ასაკის, მაგრამ არ ვიცოდი როგორ იქნებოდა როგორი შეგრძნება არის, როცა რეალურად უკვე ხვდები რა რაღაც. ოკეი. საკუთარი თავის ძიების და ეს რაღაც ქაოტური და უცნაური პერიოდი თითქმის დასრულებული არის და 30 წლის შემდეგ იწყება ისეთი ეტაპი ცხოვრებაში, როცა მენტალურად ძალიან მშვიდად ხარ. დაგეგმილი მქონდა რომ 30-ის უნდა შევხვდე. ესპანეთში, ბარსელონაში მინდოდა რაღაც კოსტა ბრავოსკენ და ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო ეგ რომ ჩემ დაბადების დღეზე პლაჟზე უნდა ვიწვე სადღაც ესპანეთისკენ და რაღაცები ისე ვერ წავიდა როგორც გეგმავდით, იმიტომ რომ ვისაც უნდა წავსულიყავი ჩემო შეყვარებულმა ფეხი მოიტეხა და მარტო წავსვლა არ ვიცი რაღაცა არ მინდა, მასთან ერთად მინდოდა ეს რაღაცა გეგმები მოკლედ ძალიან შეიცვალა და ეს ჩემი დაბადების დღეს ძალიან მალე მოდის 7 ივლისს და ზუსტად დაბადების დღეზე მოკლედ ვერ დავამთხო. But it's fine. ანუ მაგაზეც ესე პრინციპში აი ყოველთვის ეგრე ვიყავი, რომ თუ რაღაცა ისე ვერ ხდებოდა, გეგმის მიხედვით ვერ მიდიოდა, plan B-ს მარტივად მოშობილი ხოლმე ფიქრობდი. But are you nervous? You're not So nervous. Okay, great. And So nervous, but push past. in like a fit of glee. Absolutely. Camp vibe. Totally. It's like, oh no, we have a show. We have to do it. Yeah. Yeah. დღეს არის ოთხშაბათი. დილოს უნდა მევარჯიშა, მაგრამ გუშინ სხვაგან დავრჩი და არ მომასწარი მომზადება დილოს, მერე წავსვლა ვარჯიში, crossfit-ზე დავდივარ. და ძალიან კარგი არის, არასოდეს ეგეთ რაღაც ძალისმიერ წონებით და ასე არასოდეს არ მივარჯიშია და ეხლა ძალიან შემოვნებს. ხო, დილოს მოკლედ გავასწინე ვარჯიში, მაგრამ არა უშავს პარასკევს წავალ. ცივი ყავა გავიკეთე. და საღამოს მაქვს ლექცია. ვასწავლი graphical design-ს და ხალხი რომელიც აინტერესებს ეს სფერო განსაკუთრებით იმ ასაკის ადამიანები, რომლებიც არც შეიძლება რაღაც ჯერ სხვა პროფესია აქვთ და ეხლა უნდათ დაინტერესებთ რაღაც დიზაინი,
ან შეიძლება უბრალოდ თავისთვის და არა პროფესიონალურად. ზოგი ისეთებიც ყავს, რომლებსაც სკოლა ახალი დასრულებული აქვთ, gap year აიღეს, ან რაღაც თავისუფალი დრო რო ქონდათ და ამასობაში უნდათ რომ დატესტონ სხვადასხვა პროფესიები, ან შეიძლება უბრალოდ დიზაინი აინტერესებთ და მე თან დიზაინის სწავლებას როცა იწყებენ, ხვდებიან რომ მე მგონი რაღაც მოუშენი უფრო აინტერესებს, ხამიდე, სხვადასხვა მიმართულებები. ესე რაღაც ეგრე დამემართა, თავიდან რომ დავასრულე სკოლა, ყველაზე მეტად მაინტერესებდა არქიტექტურა და არქიტექტურის სწავლა მინდოდა და მე მგონა რომ უეჭველი არქიტექტორი ვიქნებოდი. თან საინტერესო იყო თეორიულად ბევრი რაღაც, მაგრამ აი პრაქტიკაში თითქოს ჩემი არ იყო. თან სამხატვრომაც ცოტა შემოძლუა ეს გარემო და ეს სფერო. და მე გადავედი დიზაინზე. ეგრე აღმოჩნდა რომ რაღაც პროგრამები ვისწავლე, თეორიულად ბევრი რაღაც ვიცოდი და პრაქტიკაში უკვე როცა დავიწყე მუშაობა, მივხვდი რომ ოკეი, ეს ნამდვილად ის არის, რაც ძალიან მაინტერესებს და განსაკუთრებით კიდე ის მიმართულება, რომელზეც მე მუშაობ, ანუ ბრენდის შექმნაზე, ვიზუალურ მიმართულებაზე, art direction-ზე. მოიგოზე მიღებ? ეს მეგე. Vlogs ვერა. მე ათემცდელობა. ესე იგი სურათები იყო აი ეს გადმოტრიალებული. ძირსაფრე, იმიტომ რომ ჩემს სახში რა ენაზები ჩემი ქმარი გამენდა სახლიდან. Find a Valium in my bathroom. I'd never taken a Valium before. I was like. მადლობა. Hi. ჩემი თვი ვაგნათო. ემოცი. დაჯარი მასე ვლაპარაკობთ, როგორ შეიძლება მართლა ამაზე ახლა დროის დახარჯვა და ამაზე სინანული ფოტოებში ჩამოვედი და წინა ვიდეოები უნდა დავამონტაჟო და აქ ცალკე გადავიღებ. კარგად. Maria, me zuzurro.